18 წლის killer-ი, რომელსაც წითელი ცირკულარი ძებნილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მკვლელობა შეუკვეთა. მითხრა სიტუაციას დააკვირდი და როდესაც მოახერხებ, მაშინ მოკალიო. ვინ არის ელმურას მამედოვი, რომელიც უცხოეთიდან მოქმედებს და სხვადასხვა ბიზნეს სხვადასხვა ქვეყანაში არეგებებს. დაუსწრებლად უკვე წარედგინა არაერთი ბრალი. მათ შორის მიმდინარე წლის ზაფხულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობისთვის. სისხლის სამართლის 4 სხვადასხვა მუხლი, რომელიც ოპოზიციის 8 ლიდერს წაუყენეს. არის სრულიად აბსურდული ბრალდება. 6 ისედაც ციხეშია. 2-ისთვის გირაო მოითხოვეს. საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების. რჩება თუ არა კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი. უკრაინა ჩვენთან ერთად იმუშავებს დასავლეთში, ამათ ასანქციებად. რა მტკიცებულებები დევს საქმეებში, რომელიც მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. სანქციების საკითხი რამდენიმე შეხვედრაზე გამოიწვია. 5 თვიანი შუალედი. ამ წერილში წერია 2024 წლის ივნისში ეს სწორედ ბრიუსელი შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით. ჯერ საქართველოსმა მოიღო დღის წესრიგიდან გაწევრიანების მოთხოვნა, თუ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება პროცესის შეჩერებაზე. ჩვენ მაშინაც საუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა? 2024 წლის 27 ივნისით დათარიღებული წერილი, რომელსაც ხელს პაველ ჰერჩინსკი აწერს. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 7 ნოემბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. წითელი ცირკულარი ძებნილმა ცნობილმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა, რომელიც არაერთი მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, საქართველოში მორიგი მკვლელობა დაუკვეთა. killer-ი 18 წლისაა, რომელსაც კაბალში მცხოვრები მამაკაცი იმიტომ უნდა მოეკლა, რომ მან უარი თქვა $200,000 გადახდაზე. ვინ არის ელმურას მამედოვი, აზერბაიჯანული კლანის წევრი, რეკეტიორი, რომელმაც გარდაბანი 7 წლის წინ დატოვა და პერიოდულად ან სხვებს უკვეთავს მკვლელობებს ან თავადასრულებს დაკვეთებს. ის ანტალიაში მოკლული აზერბაიჯანელი კრიმინალური ავტორიტეტის ნადირ სალიფოვის იმავე გულის კლანის წევრია. 4 წლის წინ ელმურას მამედოვი კიევში აზერბაიჯანელი ბიზნესმენის ლაჩინ მამედოვის ყოლობაზე დააკავეს, თუმცა მალევე აღმოჩნდა თავისუფლებაზე და ახლა მას ინტერპოლი ეცებს. ელმურას მამედოვი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო რამდენიმე წლის წინ ლილოში მომხდარი მკვლელობის საქმეში, სადაც მოვაჭრეებისგან ხარკს ითხოვდნენ. მას ასევე დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩადენილი შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე. მკვლელობა ახლაც ლაგოდეხის სოფელ კაბელში უნდა მომხდარიყო. killer-მა მკვლელობის მომზადება დაიწყო, თუმცა მას სამართალდამცველებმა დაასწრეს და დააკავეს. 18 წლის მამაკაც შრეკისას უკანონოდ შეძენილი მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები აღმოუჩინეს. მტკიცებულებებში დევს სატელეფონო ჩანაწერები და ასევე killer-ის აღიარებითი ჩვენება, სადაც ის ადასტურებს, რომ მკვლელობის დამკვეთი ელმურას მამედოვია. მან მკითხა, იქ ვიყავი თუ არა და მითხრა სიტუაციას დააკვირდი და როდესაც მოახერხებ, მაშინ მოკალიო. 18 წლის მამაკაცი, რომელიც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მკვლელობის მომზადებას ადასტურებს, საქართველოში 19 ოქტომბერს შემოვიდა. killer-ი ყვება, რომ საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის ელმურას მამედოვის დაკვეთით ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ხორცის მაღაზიის მფლობელი უნდა მოეკლა. მიზეზი $200,000-ია, რომლის გამოძალვას ხორცით მოვაჭრისგან მამედოვის დაჯგუფება ცდილობდა. 15 დღე გავიდა და დამიკავშირდა ელმურაზი, რომ კაბალში უნდა წახვიდეო. რატომ უნდა წახვიდეო? კაცი უნდა მოკლაო. ვინ არის ის კაცი? რა საქმიანობს? არ ვიცი ვინ არის, მაგრამ როგორც ამბობენ, მაღალი კაცია და ხორცის მაღაზია აქვს. ის რომ მამედოვი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდა, ეს ფარული აუდიო ჩანაწერითაც დგინდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ჩანაწერში კრიმინალური ავტორიტეტი დანაშაულებრივ მითითებებს გასცემს და იმასაც აღიარებს, რომ მისი შეკვეთით სოფელ კაბალში ერთი ადამიანი უკვე მოკლეს. სავარაუდოდ საუბარია 41 წლის მამაკაცზე, რომელიც კაბალში 25 ივნისს ჩაცხრილეს. ის ბაზრის ტერიტორიაზე ასევე ხორცის მაღაზიას ფლობდა. კაბალში ერთი უნამუსო იყო და მივხედე მაგას. ჩვენ სოფელში რომ მოკლეს მაღაზე იძახი? ხო. ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქე ელმურას მამედოვი საქართველოსა და საზღვარგარეთ სხვა რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეშიც ფიგურირებს. 2021 წელს უკრაინის ქალაქ ოდესაში მან პირადად ჩაცხრილა ახალგაზრდა მამაკაცი, რის გამოც ელმურას მამედოვს საქართველოს გარდა უკრაინაშიც ეძებენ. ინტერპოლის წითელი ცირკულარის ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურას მამედოვი ამჟამად საზღვარგარეთ მიმალვაში იმყოფება.
სამართალდამცავი უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მისი დაკავებისა და მართლმსაჯულების წინაშე დროულად წარდგენის მიზნით, რისთვისაც ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული მოქმედებები. საქართველოს მოქალაქე ელმურაზ მამედოვი ქურდულ სამყაროში იმ აზერბაიჯანული კლანის წევრია, რომელსაც ასევე საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი ხელმძღვანელობს. თავად ომაროვი ამჟამად სასჯელს ბრუკლინის ციხეში იხდის. ის ცნობილი ირანელი ჟურნალისტის და ამერიკაში ემიგრირებული დისიდენტის მასიჰ ალინეჯადის შეკვეთილი მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული. კიდევ ერთი კრიმინალური საქმე, სადაც აზერბაიჯანული კლანის წარმომადგენელი, ასევე კრიმინალური ავტორიტეტი თეიმურაზ მამედოვი ფიგურირებს. დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში რამდენიმე დღის წინ ლიკვიდირებული მირზა ალიევის საქმიანობის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ ალიევი, რომელმაც აყვანის ოპერაციის დროს ცეცხლი გახსნა და მძიმე დაჭრა ერთი სპეცრაზმელი მჭიდრო კავშირში იყო ქურდულ სამყაროსთან და ეგრეთ წოდებული ოფშაკის შეგროვებასთან, რომელსაც ხშირად ზდევს თან საქმის გარჩევები. სწორედ ასეთი გარჩევა მოყვა ლიკვიდაციამდე ცოტა ხნით ადრე მირზა ალიევის მოთხოვნას, რომ მისთვის ოფშაკში გადასახდელი თანხა შეემცირებინათ კრიმინალურ ავტორიტეტებს. დადგენილია, რომ ამავე პერიოდში ალიევი ციხეში თეიმურაზ მამედოვს დაუკავშირდა და $6,000 გადასცა დახმარების სანაცვლოდ. პროკურატურამ დღეს ბრიფინგზე სპეცოპერაციის დროს დაკავებულ სხვა პირებზეც ისაუბრა. ნაწილი ფინანსურ დავებში ფიგურირებს, ნაწილი კი ლევან ჯანგველაძის ყოლობის საქმეზე ბრალდებული ძმები მიქაძეების და მათი გარემოცვის წინააღმდეგ გამოცხადებულ ომში. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა ქურდულ საერთოში გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. სამართალდამცველებისთვის ცეცხლის გახსნის საპასუხოდ ლიკვიდირებული მირზა ალიევის საქმეზე ახალი გარემოებები გასაჯაროვდა. რა მიზნით მობილიზდა კაბალში მის სახლთან სპეცრაზმი, დეტალები დღეს გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განმარტეს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მირზა ალიევი ქურდული სამყაროს მხარდამჭერი იყო და დანაშაულებრივ სქემაშიც მონაწილეობდა. პოლიცია! გასაჯაროვდა კონკრეტული ფაქტი. გამოძიების ინფორმაციით ალიევს ეგრეთ წოდებულ ქურდულ საერთოში თანხა უნდა მიეტანა, თუმცა რაოდენობის შემცირება სურდა და ქურდული სამყაროს წევრებს მიმართა. მოეწყო ქურდული გარჩევები. რამდენიმე დღის შემდეგ შეთანხმება შედგა. მირზა ალიევს თანხა შეუმცირდა. სანაცვლოდ კი მან ქურდული სამყაროს წევრებს $6,000 გადასცა. საგამოძიებო მასალებით ირკვევა, რომ მირზა ალიევმა ამ შემთხვევამდეც პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ-ერთ პატიმარს თანხა ჩაურიცხა. კურიერის ინფორმაციით ეს პირი კრიმინალური ავტორიტეტი თეიმურაზ მამედოვია. ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ქურდული გარჩევის გზით საბოლოოდ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც ქურდულ სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა კრიმინალურ ავტორიტეტებს $6,000 გადასცა. პროკურატურის მიერ გასაჯაროვებული დეტალები იმ სისხლის სამართლის საქმის ეპიზოდებია, რომელშიც არაერთი მტკიცებულება უკვე დევს. ამოღებული მობილური ტელეფონები, რითიც ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. დიდი რაოდენობით თანხა და სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც გამოძიება მოიპოვა. 14 წუთიანი მასალის შინაარსი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების ჩართულობით ფინანსური დავების მოგვარებას და მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით მიქაძის მიმართ ეგრეთ წოდებული შუმოკის მოწყობას უკავშირდება. ეს სატელეფონო საუბრები და გამოკითხვის ოქმები ბრალდებულების ადვოკატებისთვის მყარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს. ინტერესების დამცველები გამოძიების მიერ გაშიფრულ სქემაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავენ. მას არანაირი ბრალეული ქმედება არ განუხორციელებია, ნათესავები არიან და შესაბამისად ახლა ნებისმიერი ზარი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ახლა ყველა ზართან დაკავშირებით, ახლა ვინ როგორ აღიქვამს ამ ზარს, იმაზეა დამოკიდებული, თორე მე ვისაც ვიცავ, აბსოლუტურად
უდანაშაულოა, ბრალს არ აღიარებს. ფინანსური დავების მოგვარება, ეგრეთ წოდებული ქურდული წესები და საპატიმროში კრიმინალური მეთოდებით ბრალდებულების დასჯა. ეს ის დანაშაულებია, რომლის გამოც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ 2 დღის წინ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა 34 პირი დააკავეს. 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 3-ს პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს. ქურდული სამყაროს წევრები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერაში ჩართულ პირებთან ერთად მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ ყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების დავალებით, ისე დამოუკიდებლად სისტემატურად აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს ძალავდნენ თანხებს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ კანონიერმა ქურდმა ქურდული სამყაროს წევრებს და მხარდამჭერებს დაავალა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ეგრეთ წოდებული ქურდული გადაწყვეტილება აღესრულებინათ. სისხლის სამართლის 5 საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ პირებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა, ამჯერად კორუფცია და სახელმწიფო მიწების მითვისების მეთოდი, რომელშიც ფულს ხშირად ადგილობრივი ჩინოსნები აკეთებენ. დაკავებულია აიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილე და კიდევ ერთი პირი, რომელიც $11,000 ითხოვდა ბახმაროში კოტეჯების უკანონო მშენებლობასა და კლიენტს პირდებოდა, რომ მას პრობლემებს არ შეუქმნიდნენ. არადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის აიპი შექმნილია იმისთვის, რომ ბახმაროს საკურორტო ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, მოვლა პატრონობა და სარეკრეაციო ზონები კანონმდებლობით დაცვა მოხდეს. აიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ფული ახალი ხელმძღვანელობის შიშით ვეღარ აიღო. შუამავალს კი კლიენტისგან უკვე ჰქონდა წინასწარ გადახდილი $7,000, რის გამოც მას უჩივლეს კიდეც. ახლა ერთს ბრალი აქვს წაყენებული თაღლითობის, მეორეს კი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო. სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს საქმის მასალებში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ ხდებოდა უკანონო გარიგება. სუსი ყველა საფრთხილებს და მოუწოდებს, რომ არ ჩაერთონ მიწების დასაკუთრების ან უკანონო მშენებლობის საქმეებში, რადგან სპეცსამსახური ამ დანაშაულს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ჯამში $7,000. ფარული საგამოძიებო ვიდეო მასალა დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე კოტეჯის უკანონო დაშენებისთვის ქრთამის გადაცემის ფაქტს ასახავს. ბრალდებული, რომელიც ფულს იღებს მოქალაქეს უკანონო მშენებლობის პროცესში, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მხრიდან ხელშეუხებლობასაც დაპირდა. აი არ არის რაღაცა კაპიკებზე საუბარი და კაპიკებზე არ არის, მაგრამ აქ არის ფერი ბიუჯეტია. პრობლემა არ გექნება არავისთან. ხო. შენ რამეც მეტად შეგეხება, მაგის შენ მოგვარებ მაგ საქმეს მე მოგვარ. კი ბატონო. მაგ პულში მე რამდენადაც მახსოვს $11,000-ია საუბარი. ხო. დიალოგში მასე იყო, მაგრამ შენ ახლა ამ ეტაპზე მიწის ფული უნდა იქნება, მე რა ფედალაგდება და დალაგდება, იმის და მეხედნა გადასწროს მე დანარჩენ პიონერზე. 6,000 მიდას უნდა. ხო. და დასტაჭირდება მაზრუმასთან ახლა შეგეხება. მაგ ყველაფერში შენი თანხაც ხომ შედის? შენი თანხაც შეუყვანო დავა $7,000. ში მითხარით $11,000, მე აგერა მოგიტანე $7,000. მაგაში შედის მიწა, ის ნახაზის გაკეთება და ჩემი მომსახურება რაცა. კურიერის გადამღები ჯგუფი ბახმაროში იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც კოტეჯების უკანონო მშენებლობა იყო დაგეგმილი. შემთხვევები არის, რომ უკანონო მშენებლობები მიდის. მე კონკრეტულად არ ვიცი, რომელი სახლია უკანონო, რომელი კანონიერი. თუ ესეა და აღრიცხულია ეს უკანონო მშენებლობები, რა თქმა უნდა, გამკაცრდეს პირობები უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ. მიმდინარე საქმეზე კიდევ ერთი პირი სუსმა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავა. გამოძიებით ირკვევა, რომ მოქალაქისგან $7,000 აღების შემდეგ ბრალდებული აიპი კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს შეხვდა, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების შესახებ უკვე საქმის კურსში იყო. დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში უკანონოდ გადაცემისა და შესაბამისი ნებართვის გარეშე კოტეჯების მშენებლობის სანაცვლოდ ამავე ტერიტორიაზე კოტეჯების უკანონო მშენებლობაში ჩართულმა ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს $11,000 ASH მოსთხოვა. აღნიშნული თანხიდან მოითხოვა $7,000 ASH წინასწარ გადაცემა. თანხის გადაცემის შემდეგ ბრალდებული შეხვდა აიპ კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილეს, რომელიც საქმის კურსში იყო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. მას შესთავაზა კურორტის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის ნაწილის გადაცემა
თუმცა IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ ვეღარ გაბედა თანხის აღება, მიზეზად კი ბრალდებულს ახალი ხელმძღვანელობა, მუნიციპალიტეტის ახალი მერი და მისი მოადგილეები დაუსახელა. მასთან დაშორების შემდეგ IP კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა მისთვის ცნობილი მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ. ფარული ვიდეოკადრები უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული ორი ბრალდებული შეხვედრასაც ასახავს. დიალოგში ის მიზეზიც ისმის, რის გამოც კურორტ ბახმაროს დირექტორის მოადგილემ უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ თანხის აღებაზე უარი თქვა. ჩვენი კაცი იყო სამოსული. მე ფული ჩამეიტანა. მიღედა მეტი აფული. კი უთხარ შენებლობაში უსწრაფოდ დაიწყებ. მე შეხვედროთ უკვე. მე ვორე ახალი მომადგილეები. დოკუმენტების მიხედვით, IP კურორტი ბახმარო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია რეგისტრირებული. იურიდიულ მისამართზე კურიერის გადამღებ ჯგუფს კომპანია არ დახვდა, თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ IP ფიქტიურად საცხოვრებელ სახლში ფუნქციონირებდა, რომელიც ამჟამად დაკეტილია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით თანხებით თაღლითობის მცდელობასა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. სასჯელის სახით კი 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ მსგავსი დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ. უწყება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ მისაკუთრებას, უკანონო მშენებლობების წარმოებას და მსგავს ქმედებებს გეგმავს. უწოდებს უარი თქვან დანაშაულის ჩადენაზე და კანონს დაემორჩილონ. სხვადასხვა სასჯელია გათვალისწინებული იმ ბრალდებებზე, რომლებიც ოპოზიციის ლიდერებს წაუყენეს საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება და სასანქცირებელთა სიების გადაცემა, უცხო ქვეყნებისთვის ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ძალადობრივი დაპირისპირების ორგანიზება. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მაგრამ 8-დან 6 ციხეში საპატიმრო ვადას არ დაუმატებენ, ხოლო 2-ს გირაოთი ჯერჯერობით გარეთ დატოვებენ. 8 პოლიტიკური ლიდერის საქმეს დღეს საქალაქო სასამართლოში იხილავენ. საქმის მასალებში არსებულ მტკიცებულებებში აუდიო ჩანაწერები ძდევს, რითაც დასტურდება, როგორ მუშაობდა ოპოზიცია დასასჯელთა სიაზე. ისმის ელენე ხოშტარიასხმა, სადაც ის ამბობს, რომ თანამშრომლობს უკრაინასთან, რომელიც თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების ლიდერების სანქცირებულთა სიაში შეიყვანონ. ანალოგიურად კიევის გადამწყვეტ როლზე საუბრობ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. კიდევ რა მტკიცებულებებია 36-ტომიან საქმეში და რა ხდება საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერების პროცესი მიმდინარეობს. ლიკა ალელიშვილი მოგუყვება პირდაპირ ეთერში. დიახ, დაკავებული 8 ოპოზიციონერის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პირველი სასამართლოს ხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და ის ამ დრომდე გრძელდება. კლინიკა ვივამედიდან ესწრება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა ისარგებლა სიტყვით სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს მიხეილ სააკაშვილმა წარდგენილ ბრალს უწოდა აბსურდული, თუმცა ის, რაზეც ბრალდებული პოლიტიკოსები საუბრობენ, რომ არის აბსურდული, პროკურატურის ინფორმაციით გამყარებული არის არაერთი მტკიცებულებით, როგორც დღეს პროკურორმა განაცხადა, საქმის მასალებში დევს მტკიცებულებები, როგორც ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ასევე გამოკითხვის ოქმები, ასევე ბრალდებული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული მოწოდებები ხელისუფლების დამხობის მიზნით, ასევე გაკეთებული განცხადებები და რომ ისინი დადასტურება, რომ ისინი მუშაობდნენ ხელისუფლების წევრების დასანქცირებაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან. ამ ყველაფერზე პროკურორმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა, დღეს კურიერმა ასევე საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ნაწილიც მოიპოვა. საუბარი არის ფარულ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზე არის გაკეთებული. ყველა მტკიცებულება და საქმის მასალები სრულად უკვე გადაცემული აქვთ ბრალდებულების ადვოკატებს. ისინი ამ დროისთვის იმყოფებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში, როგორც გითხარით, სხდომა ისევ გრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად იმუშავებს დასავლეთში, ამათ სასანქციო
როგორ თანამშრომლობდა ელენე ხოშტარია სხვა ქვეყნებთან ქართული ოცნების დასანქცირებაზე. სატელეფონო საუბარი, რომელიც მოსამართლის განჩინების საფუძველზეა ჩაწერილი და საქმის მასალებში დევს, კურიერმა მოიპოვა. მტკიცებულებებს შორის არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სატელეფონო საუბარიც. სანქციების საკითხი რამდენიმე შეხვედრაზე წამოიწია, ოღონდ ესენი ძალიან სკეპტიკულად არიან განწყობილი, მათ შორის იმის გამო, რომ ევროკავშირი არ არის ამერიკა, ერთი ქვეყანა არის ბევრი ქვეყანა და ბევრი ქვეყანას შორის კონსენსუსი უნდა მოხდეს და არ არის მარტივი ამბავი, თუმცა რასაც ამბობენ არის ის, რომ უკრაინელებზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. ბრალდებული რვა ოპოზიციონერის საქმეზე პირველი სასამართლოს ხდომა დღეს უკვე გაიმართა. ერთი პირდაპირ მტკიცებულებაც არ არსებობს, რაც პროკურატურამ დღეს გადმოგვცა საქმის მასალები, რომ რაიმე შემხებულობა აქვს ან კონკრეტული ქმედება განახორციელეს იმგვარი მამუკა ხაზარაძემ და ბადე ჯაფარიძემ, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც საბოტაჟი. კონკრეტული მტკიცებულება ვერც ერთი ფურცელი, ვერც ერთი მოწმის ჩვენება ან რაიმე სახის ფარული ჩანაწერი კონკრეტულად ნიკა მელიასთან მიმართებით, რომელიც ადასტურებდეს მის ჩართულობას ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის თემაში არ არსებობს. სახელმწიფო ბრალდება რვა ოპოზიციონერს საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ზალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება. საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები, ვიდეო ჩანაწერები, ასევე არის ექსპერტიზის დასკვნები. 36 ტომიან საქმის მასალებში დევს არაერთი ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი, ბრალდებული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები და მოწოდებები. კურიერის მიერ მოპოვებულ მასალებში დევს საუბრები რაციებში. საპროტესტო აქციების დროს გარკვეული ჯგუფები ერთმანეთთან ინფორმაციას ამ მეთოდით ცვლიდნენ. კაი, მოტოციკლეთი დავიგეთ. ოპერა მოდით დიდი ნახტაუნია. ბარიკადებს ვასწავლე ხარ ხდება მას. გამოდიან რობოკობები. ეს ხიკაი და აიდა. ვიტოლესი საქმის მასალები და არსებული მტკიცებულებები სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებული პოლიტიკოსების ადვოკატებს უკვე გადაეცათ. თავად ოპოზიციონერები ბრალს არ აღიარებენ. ელენე ხოშტარია სასამართლოსთან თანამშრომლობასაც არ აპირებს. სხვების სტრატეგია ჯერ უცნობია. ხაზარაძე ჯაფარიძის თანაგუნდელები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ. მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კი დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქართული ოცნების დასანქცირებაზე უცხო ქვეყნებთან მუშაობენ. დასანქცირებაზე მუშაობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. რომ მათ შეეხოთ სანქციები. სასაცილო არის, როდესაც უსმენ ამ ბრალს მამუკა ხაზარაძის და ბადო ჯაფარიძის მიმართ წარდგენას. ბრძოლა გაგრძელდება ყველა სამართლებრივი პოლიტიკური მექანიზმით. ოპოზიციის მიერ აბსურდულად შეფასებული ბრალი მმართველი გუნდისთვის მტკიცებულებებით გამყარებულია. დეპუტატებმა მთავრობის ოპონენტებს ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული მოწოდებები დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს. პირდაპირ ეთერში უყურებდით ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორ ცდილობდნენ რომ შტურმი განახორციელებინათ საკანონმდებლო ორგანოზე, როგორ აიღოთ პრეზიდენტის სასახლე, მოლოტოვის კოქტეილები, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა, საგარეო ხაზზე ცალკე ფრონტი ქონდათ გახსნილი, თითქოს საქართველოს იყო შავი ხვრელი. თითოეული თქვენთაგანი ამის მოწმე ხართ. წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა ქართული სახელმწიფოს გაშავება. არ გახსოვთ ხოშტარიები, დეკანოიძები, სამადაშვილები, ეს უსამშობლოები, დანარჩენები, ხაზარაძეები და თავისი ლელოებით როგორ დარბოდნენ. თქვენ ნახეთ როგორ ხდებოდა შანტაჟი ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუციების. არქივი ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე ოპოზიციის მუშაობის დამადასტურებელ არაერთ განცხადებას ინახავს. მათ შორის შევაგროვებთ ფაილებს სპეცსამსახურების სპეციფიური ტერმინოლოგიით გაკეთებულ ელენე ხოშტარიას განცხადებებსაც. საზოგადოებას გავაცნო იმ ბიზნეს ოლიგარქიული, ეგრეთ წოდებული ბიზნეს ოლიგარქიული ადამიანების სია, რომელთა სანქცირებაზე ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენ პარტნიორებთან. შევაგროვებთ ფაილებს და აუცილებლად გადავცემთ ჩვენ პარტნიორებს. ოპონენტების განცხადებებიც ახსოვთ და ქმედებებიც ხელისუფლების წარმომადგენლებს. პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებული არიან, რომ პროკურატურას არაერთი მტკიცებულება ექნება. სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ბრალდებულ პოლიტიკოსებს კი ურჩევენ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ. ყველაფერი, რაზეც ჩვენ გუშინ ბრიფინგზე მოვისმენთ გენერალურ პროკურორის მხრიდან, ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხედავთ და არ ხედავდით, როგორ ადგენდნენ შავსიებს.
ქართველი საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველოს ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან. არ ხედავდით, როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში ამ პაპკებით თუ რა ქვია საქაღალდეებით იმისთვის, რომ და ამითი როგორ ტრაბახობდნენ თან, რომ უნდათ რომ რაღაც შავისიები მიაწოდონ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ საქართველოს იყოს თავდასხმის ობიექტი. ვინმეს რამე ეჭვი აქვს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ხო მიმართეს, რამდენჯერ მიმართეს. რუსთავიორზე მიმართეს, დამარცხდნენ. სააკაშვილზე მიმართეს, დამარცხდნენ. გვარამიაზე დამარცხდნენ, მელიაზე დამარცხდნენ. ყველაფერზე დამარცხდნენ. საერთოდ საზოგადოება კარგად იცის ის ადამიანები, ვისაც ახლა პროკურატურის განცხადებაში წარმოდგენილი არიან. სულ ხედავდით მათ განცხადებებს საბოტაჟის, ძალადობის, მობილიზაციის და ასე შემდეგ. მე მგონი ეს ახალი არ არის. დანარჩენი ახლა ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა ვართ, ინსტიტუციები ძალიან ძლიერი გვყავს და მივანდოთ იმ ინსტიტუციებს. 8 ოპოზიციონერის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ პროკურატურამ გუშინ განაცხადა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3 წლამდე, გვარამიას, მელიას, ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2-დან 4 წლამდე, ვაშაძეს, ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს კი 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მიხეილ სააკაშვილი კი ისევ იმუქრება, მაშინ როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი ციხის საკნებში ექს-პრეზიდენტი კლინიკის პალატიდან გასცემს მითითებებს და ბრძანებებს და საერთოდ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე, რომელიც მან საქართველოს მოქალაქეების გარდა პირადად მიაყენა თავისი რიტორიკით და ქმედებებით ოპოზიციურ სპექტრს. რევანშისტის მორიგი მუქარის შემცველი განცხადება, რომელიც ისევ ორბანაკად ყოფს ქვეყანას და საქართველოს მოქალაქეებს. ოპონენტების დევნა ჩარეცხვა განადგურება მისი ხელწერა. სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, საქართველოში აღარ დაედგომებათ ქართული ოცნების მომხრეებს. ეს მაშინ, როდესაც მის პარტიას ჩადენილი არაერთი დანაშაულის მიუხედავად თავისუფლად დაედგომებოდა ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოში, მაგრამ სწორედ ასეთი დესტრუქციული რიტორიკის გამო ყოველ წელს კარგავს რეიტინგს და ამორჩეულს. ყოფილი პრეზიდენტი ემუქრება იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის მოქალაქეობაზეც თავად თქვა უარი და რომლებიც ყველა არჩევნებში ადასტურებენ, რომ მის დანაშაულებრივ რეჟიმს აღარ დააბრუნებენ. მთელი ხალხი გამოაცხადა დამნაშავედ ქალბატონმა იუკნევიჩიანემ და იგივეს იმეორებს სააკაშვილი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული ევრობიუროკრატების გზავნილები მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების მიღმა მოიკითხა, რომელიც არაერთ დანაშაულებრივ საქმეში ბრალდებულმა და მრავალგზის მსჯავრდებულმა პატიმარმა ვივამედის კლინიკიდან გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ბრიუსელიდან ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს წარსულშიც ასრულებდა და ამ საქმიანობას ახლაც წარმატებით განაგრძობს. მათი პირადი აგენტების და დავალებების შემსრულებლების გარდა სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ. ჩვენ ხალხად არ გვთვლია. ისინი ხელისუფლებაში რომ იმათ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი მარიონეტები, ალბათ საიმე შეგვიქმნია სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგყრიან სულ და იქნებიან თავისთვის სემინარებით, ყავებით, ირბორი ნაკეთიქით და ივლიან სხვადასხვა დედაქალაქებში და ტელეხიდები ექნება ჩართული. ბრცელი მუქარის შემცველი განცხადება ექს-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სააკაშვილის აღქმით საქართველო ახლა ორ ნაწილად არის გაყოფილი, სადაც უმრავლესობა მხარს ოპოზიციას უჭერს. თუმცა მსჯავრდებული არაფერს ამბობს, მაგალითად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც მმართველ გუნდს ნდობა 1,120,000-ზე მეტმა ადამიანმა გამოუცხადა, ხოლო თავად სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა რიგით მესამე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში მოწინააღმდეგეები საქართველოში ვეღარ იცხოვრებენ. ახლა უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება. არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო. სახეზეა ღრმად შეუთავსებლობა და სამოქალაქო კონფლიქტი. მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ, ამიტომ ქართველებს გვმართებს ძალის მოკრება, კიდევ მეტი გამბედაობა და გრუზინების უღლის მოშორება. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასდროს დაუშვათ მათი აღზევება, ასე რომ მოვეშვათ საუბარს, რომ ერთნი ვართ ყველანი. ამ ეტაპზე ჩვენი და მათი შერიგება ვერ მოხდება. ვირტუალურ რეალობას, რომელიც ვივამედის პალატიდან ჩანს, სრულად ემხრობიან მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებიც. ზუსტად იგივეს გავიმეორებდი მე. ყველანი ასეთები ვართ, ძალიან ბევრი, გაცილებით ბევრი, ვიდრე ის მონები, რომელიც უბრალოდ მონური ფსიქოლოგიის გამო მზად არის ამ ყველაფერს შეეგოს. პატიმარი სააკაშვილის განცხადება შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილმა დღეს მედიასთან 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა.
მთავარსარდალმა ნაციონალური მოძრაობისა და მათი ლიდერის აზროვნება ფაშიზმთან გააიგივა და მათ მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილი სხვა დანაშაულები გაიხსენა. წითელი ხაზი გაუსვა და პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთოდ ვერ გვექნება, ისინი აბსოლუტურად განსხვავებული. ან ის იგივე გზას აგრძელებს ჩარეცხილები ამ ტოლერანტობაზე, როცა იყო საუბარი და ყველანი ციხეში და არ თვლიდნენ საერთოდ ადამიანად არ თვლიდნენ. ის მაგივრად ამდენი ხნის მანძილზე რაღაცა გაიაზრებინა, ანალიზი გაეკეთებინა და ბოდიში მაინც მოეყადა იმ ოჯახის წევრებისთვის, ვისი ასე თქვა წევრების პირდაპირ ქუჩაში ჩაცხილეს, სინამუსაც კი გამოთქვამენ, რომ ეს ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს, ესენი არიან რა დავარქვე, ფაშისტები არიან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ემიჯნებიან ლელოსა და გახარიას პარტიაში. ოპოზიციის ამ ფლანგში მიიჩნევენ, რომ ერის გაყოფასა და პოლარიზაციას თავად ყოფილი პრეზიდენტის ქმედებები იწვევს. მე არ ვყოფ ნამდვილად ადამიანებს რაღაცა ეგრეთ წოდებულ გრუზინებად და სხვებად, ეს არ მგონია სწორი. ჩვენ ვართ ერთიანი ერი. მას არ აქვს არანაირი მორალური უფლება ილაპარაკოს ამ საზოგადოების ერთიანობაზე, როდესაც თავად არის ამ საზოგადოების გახლეჩვის და დაპირისპირების ერთ-ერთი ფაქტორი. ექს-პრეზიდენტის მუხარის შემცველი განცხადება უკვე შეფასდა საპარლამენტო უმრავლესობაში. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სააკაშვილის დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი უცვლელია და ის ამჯერად მისი მოწინააღმდეგეების დაშინებას ძალადობრივი განცხადებების საშუალებით ცდილობს. ამეთ გონია ამ ის რომ დააშინებს ახლა ქართულ ხალხს. ეს იყო კიდევ მორიგი ილუსტრაცია სააკაშვილის თუ როგორ უყურებს ის მომავალში თუ მიეცა ოდნავი მან შესაძლებლობა რომ ხელისუფლებაში მოვიდეს ანიან კოალიციურ ნაცმოძრაობა როგორ დაჯიან ქართულ ხალხს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს და გვაჩვენებს რომ სწორია ყველა თითეული ქართველი ამორჩევლის გადაწყვეტილება, როდესაც ისინი სწორედ ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას ამ ბოროტმოქმედი და დანაშაულებრივი ადამიანების დასჯას და მათი საპატიმროში ყოფნას უჭერენ მხარს. უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში არაჟნის კონტეინერში მოწყობილი ფარული სამალავის საშუალებით დაბრუნდა. ის სხვადასხვა დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამო თბილისში დააგავეს. გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ ექს-პრეზიდენტს 4 საქმეზე უკვე გამოუტანა. ნუდის გადაწყვიტა ბრიუსელმა თბილისის დასჯა კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული წერილის ავტორი ევროკავშირის ელჩი, ადრესატი კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დასტურდება, რომ ბრიუსელმა ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს განაჩენი წელიწად ნახევრის წინ გამოუტანა. პაվել ჰერჩინსკი საქართველოს დიპლომატიური უწყებისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტობრივ შეჩერებას საფუძვლად 2024 წლის 27 ივნის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები დაედო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგორებული კამპანია, რომ თითქოს ოცნებამ თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე ტყუილია. 5 თვიანი შუალედი ჯერ საქართველომ ამოიღო დღის წესრიგიდან გაწევრიანების მოთხოვნა თუ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება პროცესის შეჩერებაზე. პაվել ჰერჩინსკი თავის წერილში თავადვე ადასტურებს, რომ სანამ ირაკლი კობახიძე ნოემბრის ბოლოს განცხადებას გააკეთებდა, რასაც საპროტესტო აქციების ტალღა მოყვა თბილისში, ბრიუსელს 5 თვით ადრე ივნისის ბოლოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება. ამას დღეს ფაქტობრივად ევროკომისიის პრეს-სპიკერიც ადასტურებს, რომ მათ ისე მკვეთრად გააკრიტიკა თუმცა ვერ ასცდა ათვლის წერტილს 2024 წლის 27 ივნის, როდესაც ბრიუსელში საქართველოს დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს. კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს წერილი იმ აბსურდულ მდგომარეობას, რომელიც არის საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებში, საქართველოს ხელისუფლებას დააბრალეს უკვე შეჩერებული ურთიერთობების შეჩერება. საგარეო საქმეთა მინისტრისთვის კურიერის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ეს წერილი აღიარებაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არა მთავრობამ, არამედ ბრიუსელმა შეუჩერა. დიპლომატიური უწყებისთვის გაგზავნილ წერილში პაվել ჰერჩინსკი ღიად ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტობრივ შეჩერებას საფუძვლად 2024 წლის 27 ივნის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები დაედო. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის გაფართოების ყველა ინსტრუმენტი არა საქართველოს, არამედ თავად ევროკავშირის ხელშია. ეს არ არის ის რისკენაც ისწრაფვის საქართველოს და საქართველოს ხელისუფლება, თუმცა ეს არის მოცემულობა, რომელიც ეფუძნება, როგორც ამ წერილშივეა განმარტებული 2024 წლის ივნისის გადაწყვეტილებას. ევროკავშირის წარმომადგენლობის გზავნილების ადრესატი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 5 ნოემბრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ამ გადაწყვეტილებას წინ განმარტებაც ახლავს.
საქართველოში შექმნილი განსაკუთრებული გარემოებების გამო და 2024 წლის 27 ივნისის ევროკავშირის საბჭოს დასკვნების შესაბამისად, რამაც დე-ფაქტო შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, გაცნობებთ, რომ შეჩერებულია საქართველოს მონაწილეობა უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შემდეგ რეგიონულ პროექტებში. კურიერის მიერ წერილის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ქართული ოცნების ბრალდებებზე პასუხისგაცემა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრეს-სპიკერმა სცადა, თუმცა ანიტა ჰიპერმა ის დაადასტურა, რაზეც პაվել ჰერჩინსკი ამავე წერილში საუბრობს. 2024 წლის ივნისში ჩვენ მქონდა ევროკომისიის დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებდა საქართველოს უკუსლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც ასრულებდა პირველ გამოსაფხიზლებელ მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მათ შეეცვალათ აღებული კურსი. ჩვენ მქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ეს ასევე მქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედების შედეგი არის ის, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელადაა. ევროკავშირის რეალური მიზნები ქართული ოცნებისთვის პაվել ჰერჩინსკის აღიარებითმა წერილმა ამხილა. მართველი გუნდის თქმით, ბრიუსელმა საქართველოსთან მოლაპარაკებები 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე 5 თვით ადრე შეწყვიტა. თუმცა ევროინტეგრაციის შეჩერება ქართულ მხარეს და მიღებულ კანონებს დააბრალა. ორ კანონზე იყო მაშინ თუ გახსოვთ საუბარი, გამჭვირვალობის კანონი და ოჯახური ღირებულებების კანონის გამო გაყინა თავად ბრიუსელმა ორ მხარეს შორის ურთიერთობები. ახსენოთ 28 ნოემბრის განცხადების ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ გაწევრიანების საკითხი არ ყოფილიყო შანტაჟის თვის გამოყენებული. ევროკავშირის ელჩისა და სხვა ევროპელი ლიდერების არაერთ განცხადებას, სადაც ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას მთავრობას აბრალებენ, არქივი ინახავს. გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციას, არის ნამდვილად დასანანი. ახლა მათ გააკეთეს მკაფიო განაცხადი, რომ ევროინტეგრაცია მათი საგარეო პოლიტიკის ინტერესს არ წარმოადგენს. წუხვართ მართველი პარტიისგან წამოსული შეტყობინებებით იმის შესახებ, რომ აღარ გააგრძელონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. ევროკავშირმა საქართველოს კარი გაუხო, ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა აირჩია. ევროპელი ლიდერების ამ პოზიციას სრულად იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. მიუხედავად ჰერჩინსკის წერილისა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტობრივ შეჩერებას საფუძვლად 2024 წლის 27 ივნის ევროპული საბჭოს მიერ მიღებული დასკვნები დაედო, ოპოზიცია მაინც ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციას ხელი მთავრობამ შეუშალა. ევროინტეგრაციული პროცესები ევროპულ კავშირს არასოდეს არ გაუჩერებიათ. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს. ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, რა თქმა უნდა, შეაჩერა ოცნება. მე ეს გავიგე, როცა წავიკითხე ეს წერილი, როცა უბრალოდ ზოგადი აღიარება იმ უკუსლისა, რაც ჰქონდა საქართველოს და არა ის, რომ ეს ფაქტი იყო დადასტურებული. დეზინფორმაციულ კამპანიაზე ბრიუსელის უსამართლო მიდგომებსა და ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროკავშირმა მიზანმიმართული შეტევა ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაიწყო, მაშინ როცა მთავრობამ სამშვიდობო პოლიტიკა აირჩია. წერია პირდაპირ ივნისში, რამდენიმე თვით ადრე ეს შეაჩერა ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაემორჩილა ინსტრუქციას, რომ გამჭვირვალობის კანონი არ მიგვეღო, რომელიც ამერიკული სტანდარტის არის. იმის გამო, რომ ჰერჩინსკის არ გაესაჯაროებინა რას აფინანსებდა საქართველოში. და რომ აღმოვაჩინეთ შემდეგ, რომ თურმე ევროკავშირის დაფინანსებით ყიდულობდნენ აირწინაღებს, ყიდულობდნენ სხვა საშუალებებს და წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის. საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს მზად არის მოლაპარაკებების ნებისმიერ დროს დასაწყებად. ჩვენ თუ გახსოვთ, მაშინ როცა ატყდა ამ თემაზე ერთი ამბავი და თითქოს პროტესტის მთავარი, ასე ვთქვათ, მოტივატორი იყო თითქოს, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის საქართველოს აჩერებს დროებით გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკება. მაშინაც საუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ეს ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა. ერთადერთი რაზე ჩვენ გული წვდება, რომ რიგი ადამიანებისა არის ამ დეზინფორმაციის, ამ ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი. პაվել ჰერჩინსკის ოფისიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში წერილი 2 დღის წინ მივიდა.
რა წარსულს მალავს ევროპელი ბიუროკრატი და ევროკომისარი მარტა კოსი ბრიუსელის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირს, რომელიც სხვადასხვა წყაროების მიხედვით წარსულში სოციალისტური იუგოსლავიის პოლიტიკური სადამსჯელო პოლიციის აგენტი იყო, საკუთარი ბიოგრაფიიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი აქვს წაშლილი. არც ერთ პლატფორმაზე, მათ შორის ევროკომისიის გვერდზე არ არის მისი კარიერის ის ნაწილი, როდესაც მარტა კოსი ნაციონალური მოძრაობის ლობის კარლ ბილდთან ერთად მუშაობდა. თუმცა ევროკომისრის დამალული ბიოგრაფია შემორჩა LinkedIn-ზე, სადაც წერია, რომ მარტა კოსი 2022 წლიდან 2024 წლამდე ორგანიზაცია კრეაპში მუშაობდა იმ ლობისტურ კომპანიაში, რომლის მრჩეველთა საბჭოს წევრი შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდია, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იღებდა თანხებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის ლობიზმში. ის ლობისტური კომპანია კი, სადაც კარლ ბილდი და მარტა კოსი ერთად მუშაობდნენ, გაზპრომს წარმოადგენდა. ვინ არის რეალურად მარტა კოსი? კითხვები მის მიმართ უკვე ბევრი დაგროვდა და მათზე პასუხები ბრიუსელმა უნდა გასცეს. მარტა კოსის საიდუმლო წარსული, რომელიც არ დაიმალა. რა კავშირი აქვს ევროკავშირის გაფართოების კომისარს ნაციონალური მოძრაობის ლობისტთან? მაშინ, როცა სლოვენიელ პოლიტიკოს კომუნისტური ქვეყნების აგენტობაში ადანაშაულებენ, დამატებით ირკვევა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირი წარსულ საქმიანობას განზრახ მალავს და ამით ევროკომისიის სტანდარტებს არღვევს. ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პლატფორმა, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაციით, თუმცა ერთ ადამიანზე. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამორჩეული მარტა კოსი არც თუ ისე შორეულ წარსულში 2022 წლიდან 2024 წლამდე კრეაპში მუშაობდა. იმ ორგანიზაციაში, რომელიც კარლ ბილდს უკავშირდება, თუმცა მარტა კოსი ამ ინფორმაციას ევროკომისიის ვებგვერდზე მალავს. შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ღია მხარდამჭერი და ნაციონალური მოძრაობის ლობისტი კომპანიის ვიცე-თავმჯდომარეა. მიხეილ სააკაშვილს კარლ ბილდსის ლობისტური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან თანხები არაერთხელ აქვს გადახდილი. შვედური კომპანია კრეაბი მის ინტერესებს სწორედ იმ წლებშიც ლობირებდა, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე კარლ ბილდი იყო. კრეაბი კი ამ პერიოდში რუსეთს, კონკრეტულად კი გაზპრომს წარმოადგენდა. ის რომ ყოფილი დიპლომატი მიხეილ სააკაშვილს ღიად გულშემატკივრობდა, მაშინაც გამოჩნდა, როცა ბილდსი ბრალდებული და მშავდებული პატიმრის უცხოეთში გაგზავნას და მის გათავისუფლებას მოითხოვდა. როგორც ჩანს, განწყობები გადამდებია. დამსაქმებლის პათოს მარტა კოსიც იზიარებს. ევროპელი კომისარი კანონდარღვევისთვის დაკავებულ ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს და მათ გათავისუფლებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად მიიჩნევს. თუ ევროკავშირში გინდათ, მოусმინეთ ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერების ციხეში ჩასმა. მარტა კოსის ორწლიანი მუშაობა ორგანიზაცია კრეაპში დაწინაურებით დასრულდა. კერძო ლობისტის კომპანიიდან 58 წლის პოლიტიკოსმა ევროკომისიაში გადაინაცვლა, მეტიც მან უმაღლესი თანამდებობა დაიკავა. ამ რანგში კი იმ ხელისუფლებების გაკრიტიკება დაიწყო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მეგობარი კარლ ბილდი აკრიტიკებს. ვიდრე მარტა კოსი ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას აკრიტიკებს, კრიტიკის ობიექტი თავად ევრობიუროკრატის წარსული ხდება. საუბარია კომუნისტური ქვეყნების სასარგებლო ჯაშუშურ საქმიანობაზე. ეჭვები მაშინ გაჩნდა, როცა კოსმა სლოვენიის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა. დიპლომატს, რომელიც დიდ პოლიტიკაში წასვლას გეგმავდა, მოულოდნელად უკან დახევა მოუწია. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კოსმა გადაწყვეტილება არა საკუთარი ნებით, არამედ მის წინააღმდეგ არსებული კომპრომატების გამო მიიღო. ის იყო უდბას რეგისტრირებული წყარო, მსგავსი საქმიანობის აღსანიშნავად სხვა ტერმინებიც არსებობს, როგორიცაა დამნაშავეები ან ჯაშუშები. უდბა იყო პოლიტიკური პოლიცია. კოსი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აიყვანეს. უდბანეტის მონაცემები 1987 წლით თარიღდება, ასე რომ მის საიდუმლო ინფორმატორად არაუგვიანეს 1987 წელს დარეგისტრირდა. 2022 წლის ოქტომბერში მარტა კოსის პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი გარდამტეხი ცვლილება ხდება. უარს ამბობს პრეზიდენტობაზე, თუმცა თანხმდება მიხეილ სააკაშვილის ლობისტ კომპანიაში უფროს მრჩევლად დასაქმებაზე. ორგანიზაციაში, რომელიც გლობალურ ურთიერთობებსა და ციფრულ საქმიანობას მოიცავს. სწორედ ეს ორგანიზაცია გამოიყენა მარტა კოსმა პოლიტიკურ ტრამპლინად, რის შემდეგაც ევროკომისრად მოგვევლინა. ახლა საერთაშორისო მედია სვამს კითხვას, დაინიშნა თუ არა მარტა კოსი დამოუკიდებლად იმ თანამდებობაზე, რომელსაც ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირები უნდა იკავებდნენ.
ცილისწამება ინტერვიუს დამახინჯებული შინაარსით манипуляცია და დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება სწორედ ასე აფასებს საქართველოს ხელისუფლება 6 სენატორისა და კონგრესმენის მიერ სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილ წერილს ამერიკელი კანონმდებლობის მცირე ჯგუფი მარკო რუბიოს მოუწოდებს საქართველოს ოფიციალური პირებისგან მიიღოს გარანტიები, რომ USAID-ის საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და ამერიკის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი ცილისწამების მსხვერპლი არ იქნებიან. წერილის შინაარსი ვაშინგტონში იმ სატელევიზიო ინტერვიუს დამახინჯებით ააგეს, რომელიც მამუკამდინარაძემ ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა. რა თქვა რეალურად სუსის უფროსმა და რა ფაქტობრივი უზუსტობებია სენატორების წერილში. ინტერვიუში მამუკამდინარაძე არა USAID-ის საპენსიო თანხებზე, არამედ ბანკოკიდან საქართველოში NGO-ებისთვის გადმორიცხულ ფულზე საუბრობდა და ეს კარგად იციან შეერთებულ შტატებშიც. სწორედ ამ საკითხზე შეხვდნენ მარკო რუბიოს უწყებაში საქართველოს ელჩს და თამარ ტალიაშვილისგან განმარტებებიც მიიღეს. რა მიზანი აქვს 6 სენატორისა და კონგრესმენის წერილს, მას შემდეგ რაც ლობისტებს კაპიტოლიუმში მეგობარი აქტის მიღება ჩაუვარდათ. ხელისუფლება თვლის, რომ ახალი კამპანია ვაშინგტონსა და თბილისის შორის ურთიერთობების გაფუჭებისთვის დაიწყეს. ესეც არის მარტივი манипуляცია და დეზინფორმაცია. манипуляცია პარლამენტის თავმჯდომარისთვის 6 სენატორისა და კონგრესმენის მიერ მომზადებული იმ წერილის შინაარსი, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს. ისინი მარკო რუბიოს მოუწოდებენ საქართველოს ოფიციალური პირებისგან მიიღოს გარანტიები, რომ USAID-ის საგარეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და ამერიკის მიერ დასაქმებული სხვა პერსონალი ცილისწამების მსხვერპლი არ იქნებიან. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადების დამახინჯებული შინაარსით გავრცელება ტყუილზე აგებული პოლიტიკური აქტია. რეალურად კი ბანკოკიდან NGO-ებისთვის გადმორიცხულ თანხებს USAID-ის თანამშრომლებისთვის საპენსიო ანაზღაურებასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ეს შტატებშიც კარგად ესმით. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, რომ დაკვირვების ქვეშ იყო, რომ იყო დიდი თანხების მოძრაობა, რომელიც მიემართებოდა სადღაც ინსტიტუციის მიმართ, მათ შორის საგანმანათლებლო ინსტიტუტების მიმართ და აქ არსებობდა გარკვეული კითხვის ნიშნები. თუ რას ხმარდება ეს ყველაფერი? კიდევ ერთხელ, ამ ყველაფერში დამნაშავე არიან თავად ის დონორები, რომლებმაც რეპუტაცია შეილახეს. ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილის შემდეგ კურიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული კითხვებით მიმართა. უწყების პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ წერილში ფაქტობრივი უზუსტობაა და 1 ოქტომბერს ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მამუკამდინარაძეს რომელიმე ადამიანის საპენსიო ანაზღაურებაზე არ უსაუბრია. უწყების ხელმძღვანელმა აქცენტი სასწავლო თუ სხვა მიზნობრიობით გადმორიცხულ თანხებზე გააკეთა, რომლითაც აქციების დაფინანსება ხდება. მას შემდეგ, რაც ფარას კანონმა საქართველოში წარმატებით დაიწყო მუშაობა. ცდილობენ სხვა დაფინანსების გზების პოვნას. და ერთ-ერთ ასეთ გზად გვერდის ავლის საშუალებად უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, საიდანაც შემდეგ არამიზნობრივად და მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები, ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად. ამ საკითხზე არაერთხელ უსაუბრია პრემიერ-მინისტრსაც. მართველი გუნდის ლიდერები პოლიტიკურ სპეკულაციებზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ამბობდნენ, რომ ხელისუფლება არავის ადანაშაულებდა USAID-ის საპენსიო თანხებით რადიკალიზაციის წახალისებაში. თუმცა სულ სხვა საკითხია კონკრეტული ორგანიზაციებისთვის და პროექტებისთვის ჩარიცხული ფინანსების მიზნობრიობა. წინა ადმინისტრაციის პირობებში რა ხდებოდა? ხო, პირდაპირ კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ ჩართული საქართველოში ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში. ეს იყო მათ შორის USAID და NED, რომლებიც აკრძალა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქმიანობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შეწყვიტა. ითქვა, რომ ამერიკის უცხოური დახმარება შეზღუდული მიზნობრივი და რაც მთავარია შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისი იქნება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ორგანიზაციის საქმიანობა საეჭვო არასდროს ყოფილა და ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილის მიმართვას სრულად იზიარებენ. ყველა მთავრობას, ნებისმიერ ადმინისტრაციას, ნებისმიერ ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყანაში აქვს თავისი მოსაზრებები, როგორი ფორმით და რა მეთოდით დახარჯოს თავისი ფული საზღვარგარეთ, მათ შორის დახმარებებზე. წინა ადმინისტრაციები თვლიდან, რომ ეს უნდა გააკეთონ USAID-ის სახით, ახლა იგივე ფუნქცია გადაიბარა სახელმწიფო დეპარტამენტმა. მე არსებითად ვიზიარებ იმ მიმართვას, რაც მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა რუბიომ
მე ვფიქრობ ქართული ოცნება არის ილუსტრირებული. ტრამპმა რა გააკეთა, არის ტრამპის შიდა პოლიტიკური საქმე. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არ იცოდეს, რაზე საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. ახლა კი სიცრუის ტირაჟირებით ზოგიერთი ამერიკელი კანონმდებელი საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ის რაც იყო რეალობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნა, განაცხადა და მას არ აქვს შემხებლობა საპენსიო თანხებთან, ეს არის NGO სექტორისთვის განკუთვნილი თანხები. ორ რამეს ემსახურება ეს განცხადება. პირველი ის, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია, დისკრედიტაცია მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების და მეორე ის, რომ დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობის გადატვირთვის პროცესი. ეს არის უფრო დამახინჯებული ინფორმაცია, გაზვიადებული შეგნებულად. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის წერილზე ისაუბრა დღეს საგარეო მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიმართვები ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დაძაბვას ემსახურება. ჩვენ ვაგზელებთ სამართლიან ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. ჩვენ ღია ვართ ყველა ასე ვთქვათ დიალოგისთვის. ეს არის ძალიან სამწუხარო, როდესაც ხდება დამახინჯება მიზანმიმართულად ფაქტების, მიზანმიმართულად საქართველოს ხელისუფლების წარმოჩენა ეგრეთ წოდებულ ანტიამერიკულ ხელისუფლებად და მიზანმიმართულად დაზიანება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების. ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ წერილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 6 სენატორისა და კონგრესმენის ავტორობით მომზადდა, რეალურად ლობიზმის შედეგიც აღმოჩნდეს. შანხაის შემდეგ პეკინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს. მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგას ვანის. განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები, ორი დიპლომატის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია ჩინეთში და 2019 წლის შემდეგ პირველი ორმხრივი შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტს ლელა ჯავახიშვილი აშუქებს, რომელმაც შანხაიდან პეკინში გადაინაცვლა. ლელა კიდევ რაზე გამახვილდა ყურადღება მინისტრების შეხვედრის დროს და რა შეხვედრებია დაგეგმილი? შანხაის შემდეგ პეკინი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე დღეს უკვე ჩინეთის დედაქალაქში მსჯელობდნენ, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარი კოლეგის მოწვევით იმყოფება. მაკა ბოჭორიშვილს ვანისთან ჰქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ორმხრივი მზაობა, ახალ ნიშნულზე ავიდეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც არაერთი ხელშესახები შედეგი აქვს. ისაუბრეს პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა როგორც საქართველოს როლს შუა დერეფანში, ისე ადგილობრივი ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე. მზადვართ ერთად განვიხილოთ შესაძლებლობა პარტნიორობა ყოვლის მომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ავიყვანოთ. ჩვენ დიდად ვაფასებთ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე ვუჭერთ მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს და ამას ვაფიქსირებთ ყველა შესაძლო ფორმატში. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ ამ შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინური ბაზრის ასათვისებლად. შანხაის გამოფენა იყო შესანიშნავი შესაძლებლობა. გვაქვს უვიზო მიმოსვლაც, რაც ხალხთა შორისი ურთიერთობების გასაძლიერებლად ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევა. საქართველოს აქვს გეოსტრატეგიული პოზიცია. ვართ შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი და ხელს უწყობთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის გახმავებას. ჩვენ ხელმძღვანელობთ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთნდობისა და ურთიერთსარგებლის პრინციპებით, რაც ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობების ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას. ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და ჩვენი ქვეყნის პრემიერმა ალი ციანგმა ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს. ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტებს, რაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, თქვენი ვიზიტები ხელს შეუწყობს ჩვენს თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორში. მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, ვიმუშაოთ სტრატეგიული ურთიერთნდობის გამტკიცებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. მზად ვართ საქართველოს გაუზიაროთ განვითარების შესაძლებლობები.
პეკინში ვიზიტამდე მაკაბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად შანხაიში იმპორტის საერთაშორისო გამოფენას ესწრებოდა, სადაც საქართველოს წელს საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. ჩინეთის საერთაშორისო ფორუმი 10 ნოემბრამდე გრძელდება. მადლობა, ეს იყო ლელა ჯავახიშვილი და ჩვენი პირდაპირ ჩართვა პეკინიდან. ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებზე ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ბრიუსელის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა TRT-თან ვრცელ ინტერვიუში ირაკლი ყობახიძე ჟურნალისტმა თბილისში ოქტომბერში განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებსა და დასავლეთთან ურთიერთობებზეც დაუსვა კითხვები. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გარე აქტორების მხრიდან წახალისებულ ძალებზე და რევოლუციის მცდელობებზე. ირაკლი ყობახიძე აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარების გასაღები სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებაში დევს. დღეს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოში სტაბილურ გარემოს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ქვეყანაში გადატრიალების 5 განსხვავებული მცდელობის წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ ახლა სიტუაცია სრულიად სტაბილურია და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით სიტუაციის სტაბილიზაცია მოვახერხეთ. ოპოზიცია ძალიან დასუსტდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების გამო. ახლა ჩვენ გვაქვს სტაბილურობა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სრულად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე. მიუხედავად ყველა იმ მცდელობისა, იმ ტურბულენტობისა, რაც ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განიცადა, ჩვენ ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი ვაჩვენეთ და ახლა სრულად ამაზე ვართ კონცენტრირებულები. ზოგიერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ თქვენი მთავრობა დემოკრატიულ უკუსლაში დაადანაშაულა. დიდი ყურადღება დაეთმოთ თქვენს კანონპროექტს უცხოელი აგენტების შესახებ. ეს შეიძლება იყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დასასრული. რა სიტყვით? 2 წლის წინ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული ფარას კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. ამ კანონით გათვალისწინებული ერთადერთი ვალდებულება არის ყოველწლიური ანგარიშგება, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო ორგანოებისთვის ფინანსური ანგარიშგება. სულ ეს არის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც მხოლოდ ქვეყანაში ამ რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ახლა ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა USAID-სა და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით განხორციელებული ამ ტიპის ნეგატიური პრაქტიკა და გვიხარია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სრულად დახურა ეს ორგანიზაციები შეერთებულ შტატებში. რაც მოგვიანებით გავაკეთეთ, როდესაც ვნახეთ ეს კრიტიკა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან მიმართებით, არის ის, რომ ჩვენ დავაკოპირეთ ამერიკული ფარას კანონი. ეს არის ზუსტი ასლი, მაგრამ ისინი კვლავ აკრიტიკებენ მას. ამიტომ ეს ჩვენთვის ნამდვილად სასაცილოა, უბრალოდ სასაცილოა. თქვენ ცოტა ხნის წინ ევროკავშირი თქვენი მთავრობისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეთ. ეს დიდი ბრალდება. რატომ უნდა ცდილობდეს ევროკავშირი ამის გაკეთებას? არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება? არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ ბოლო 4 ოქტომბერს საქართველოში მომხდარი გადატრიალების მცდელობამდე, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ძალადობრივად შეჭრილიყო პრეზიდენტის შენობაში, ევროკომისიის ოფიციალურმა სპიკერმა, პრესპიკერმა მხარი დაუჭირა ამ აქციას, სახელწოდებით მშვიდობიანი გადატრიალება. ასე რომ, ეს არის ფაქტები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც სამწუხაროდ უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. გელათის მონასტრის საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზის ფარგლებში საქართველოში სამუშაო მისიით მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილიური ჯგუფი იმყოფება. საკონსერვაციო პროგრამა 2 ფაზისგან შედგება და სამუშაოების დროს პრევენციულ კონსერვაციას, მოზაიკის კომპოზიციის სრულ საკონსერვაციო სამუშაოებსა და რესტავრაციის სრული პროექტის შემუშავებას გულისხმობს. პროექტის განხორციელება ეტაპობრივადაა დაგეგმილი 2026 წლის აპრილის ბოლომდე, რაც მოზაიკის დამცავი კონსტრუქციის დამონტაჟებით დასრულდება. პარალელურად გრძელდება ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამაც. ეკლესიის დარგის სპეციალისტების, როგორც ქართველების, ასე უცხოელების და სახელმწიფოს
ჩართვა სამუშაოებში ერთობლივ პროცესში ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნიკალური საქმე კეთდება როგორც გელათისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, უნიკალური პრაქტიკა ინერგება, ესე პროტოკოლი კეთდება სწორედ მუშაობის მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლებზე. გელათში სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტად, ეს ეხება როგორც სხვადასხვა მიმართულებებს, ასევე ფორმებსაც არის როგორც არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა, არის მუშაობა კვლევა და არის ინტერვენციაც. ასე რომ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მთავარი საფრთხეები გადალახულია და მიმდინარეობს გეგმიური სამუშაოები. გვესაჭიროება საყრდენი კარკასის აგება, რომელიც უზრუნველყოფს მოზაიკის დაცვას, მანამ სანამ არქიტექტორების სახურავის აღდგენაზე მუშაობენ. ამ მიზნით ვგეგმავთ ლითონის საყრდენი კარკასის დამონტაჟებას, რომელიც სახურავზე სამუშაოების მიმდინარეობისას მოზაიკას დაიცავს. სახურავის რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი მოხდება კარკასის დემონტაჟი და დაიწყება მოზაიკის აღდგენა. ქართული გუნდი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ფრესკების სტაბილიზაციისთვის. ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა და მიმართულებით პროგრესი გვაქვს. სტაბილიზაციის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, არამედ პრობლემების გააზრება და მათი გადაჭრაც. ერეკლე მეორის 305 წლის იუბილე ქალაქმა, რომლისთვისაც სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა წელსაც მასშტაბური სახალხო დღესასწაულით აღნიშნა დღეს თელავ ქალაქობა, იგივე ერეკლეობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მეფეს, რომელმაც ქვეყნის გაერთიანებასა და მის დაცვას თავი შესწირა, განსაკუთრებული პატივი როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებმა მიაგეს. ერეკლეობასთან დაკავშირებით თელავში არაერთი პავილიონი მოეწყო, სადაც ადგილობრივებმა გასაყიდად ხელნაკეთი ნივთები, კახური, ნობათი, ღვინო და სხვადასხვა ნაწარმი გამოიტანეს. თელავი ქალაქის მთავარ დღესასწაულს აღნიშნავს. ერეკლე მეორის 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით ადგილობრივებმა მეფის სასახლის ტერიტორიაზე შეკრება დილიდან დაიწყეს. საგამოფენო სივრცეებთან და პავილიონებთან ერთად მოეწყო მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვაც. ერეკლეობა არის კახეთისთვის ძალიან ღირსშესანიშნავი და მნიშვნელოვანი დღე და მეც რა თქმა უნდა შევუერთდი ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას. წარმოადგენილი საფერავი, ერთი წელია დავიწყეთ მოღვაწეობა და ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ჩვენთვის თელაველებისთვის მივიღოთ მონაწილეობა. მეფე ერეკლეს სასახლის საელჩო დარბაზში სამეფო ოჯახის მიერ დაარსებული ტრადიცია წელსაც გაგრძელდა. ერეკლე მეორის ორდენი ისტორიკოს გიორგი კალანდიას და ტოჩინოშინს ლევან გორგაძეს გადაეცათ. ძალიან ღირსეული ჯილდოა ნებისმიერი ქართველისათვის. მეფე ერეკლეს სახელი კი ნებისმიერი ღირსეული ქართველისათვის არის საფიცარი და ალბათ ძალიან კარგად ხვდებით, რას ნიშნავს ჩემთვის როგორც ისტორიკოსისათვის, როგორც ქართველისათვის. სასახლის ტერიტორიაზევე აღევლინა წირვა და მოსახსენიებელი პანაშვიდი. ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ თელავის საპატიო მოქალაქეები. მათ შორისაა ზაურ გუმაშვილი, რომელსაც ჯილდო თელავის მუნიციპალიტეტის უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ვაცნობიერებ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე, რომელსაც ეს ჯილდო მავალდებულებს და რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობისაა. შევეცდები, რომ ჩემი საქმიანობა, ჩვენი ღვაწლი უფრო, ასე ვთქვათ, შედეგიანი იყოს მომავლისათვის. პატრიოტიზმის თავდადებისა და გმირობის მაგალითი, ასე აფასებს ერეკლე მეორის ღვაწლს ქვეყნის მთავარსარდალი. საქართველოს პრეზიდენტმა თელავის მთავარ მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მეფე ერეკლე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მმართველი და რეფორმატორია. მეფე ერეკლე არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს მართველი ქვეყნის. სწორედ მისმა მაგალითებმა შვა იდეა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი, საქართველოს სუვერენული ქვეყანაა და იწყებს განვითარებას სწორედ იმ იდეით, რომ რასაც ცდილობდა ჩვენი მეფე ერეკლე, რომ საქართველო გამხდარიყო, სწორედ იქით მიდის ჩვენი ქვეყანა. საქართველოს ისტორიაში ერეკლე მეფის როლზე აკეთებს აქცენტს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საუკუნეების წინანდელი საფრთხეები არსად გამქრალა. წარსული მაგალითებიდან გამომდინარე კი საქართველოსთვის პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება დღესაც საჭიროა. დღევანდელ ეპოქასაც ბევრი საერთო აქვს იმ დროსთან. დღესაც ხედავთ გეოპოლიტიკურ ძვრებს, როცა სახელმწიფოებს ეტაკებიან და დღესაც ვჭირდება იგივე სიბრძნე, იგივე სიმამაცე, რომ ჩვენს გადავრჩეთ. დიდება ერეკლე მეფეს, ჩვენი მტრების აუ მუსაიბს, ჩვენს ხმალს, ჩვენს ფარს
და ჩვენს ღირსებას. ეს იყოს მეფე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართლის სამშობლოს ქვეყნის და ქართველი ერის სიყვარულში განვლოდა. ზუსტად მისი მთელი ცხოვრების კრედო იყო თავისი გადახდილი ბრძოლები, ესახურებოდა ქვეყანას, ქრისტიანობის და ეროვნულობის გამტკიცებას. სადღესასწაულო სივრცეში შემეცნებითი გასართობი და კულტურული აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ერეკლეობა თელავში გალა კონცერტით დასრულდა. ასეთი იყო დღევანდელი დღე 7 ნოემბერი და კურიერი 9 საათი. გარჩით რუსთავიორზე რამდენიმე წუთში ჩვენს ეთერს რეზო ჭეჭინაძის ისტორია დეტალებში განაგრძობს. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას და ორშაბათამდე გემშვიდობით ნახვამდის. ნახვამდის.